მოგესალმებით, მადლობას გიხდით მობრძანებისათვის. მინდოდა მომეხსენებია ბოლო პერიოდის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ. 2 დღის განმავლობაში ვილნიუსში იყო ოფიციალური ვიზიტი, შეხვედრა ლიტვის ჯანდაცვის მინისტრთან და ასევე იყო კონფერენცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორის ხელმძღვანელობით, რომელიც მოიცავდა ჯანდაცვის და გარემოს დაცვის ერთობლივი მუშაობის გააქტიურებას. რაც შეეხება ლიტვის ჯანდაცვის მინისტრთან ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ლიტვის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის. ეს ხელშეკრულება გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ მოგეხსენებათ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან სხვა რიგ ფაქტორებთან ერთად ითვალისწინებს მთელ რიგ ახალი რეგულაციების დანერგვას ქართულ ჯანდაცვაში, როგორიც არის ხარისხის კონტროლი, არა მარტო მედიკამენტების, არამედ კლინიკური მოვლის, ერთიანი განფასების სისტემის შემოღების და ამაში ლიტვას აქვს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი გამოცდილება. მათ ხანგრძლივი პერიოდი დაჭირდათ ამისათვის 95 წლიდან დაიწყო მათთან ეს რეფორმა და ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური ჯანდაცვის სისტემა აქვთ. ჩვენ იმედია, რომ იგივე პერიოდის გავლა და იგივე, ასე ვთქვათ, დაბრკოლებების გადალახვა არ მოგვიწევს, იმიტომ რომ ლიტვის მთავრობამ გამოხატა ღია მზაობა, რომ ითანამშრომლოს ჩვენთან არა მარტო ასოცირების მიმართულებით, არამედ მთელი რიგი კლინიკური და სოციალური მიმართულებითაც. ჩემი აზრით ეს იყო ერთ-ერთი საკვანძო, ასე ვთქვათ, ხელშეკრულება ლიტვასთან. ცალსახად გამოხატა ლიტვის მთავრობამ ჯანდაცვის მინისტრის სახით დიდი პოზიტივი და მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი და ძალიან ბევრი ახალი პროექტით და ახალი შესაძლებლობებით დაბრუნდი ვილნიუსიდან.